საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს დღის კომენტარი. უკვე 3 საათია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. საქართველოს ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, საინფორმაციო მაუწყებლობა განაახლეს ტელე და რადიო კომპანიებმა, მაგრამ ეთერში არ გადის იმედი. იმედის ქონება დაყადაღებულია, მაუწყებლობა კვლავ შეწყვეტილი. გენერალური პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე ახალ დეტალებს აქვეყნეს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ იმედი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში იარაღად იქნა გამოყენებული. პატარკაციშვილის საქმე გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული დოკუმენტური ფილმის შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან ია ანთაძე, ნინია კაკაბაძე, ნუგზარ ციკლაური და პაატა ვეშაპიძე. ახლა კი ვნახოთ ფილმი. ტელეკომპანია იმედის ღია ეთერში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქროაშვილის გამოსვლის შემდეგ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას. მეთოდი მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება ხელისუფლების წინააღმდეგ და პოლიტიკური პროცესების 4 წლის წინანდელი რევოლუციის სცენარის დუბლირება. დაინიშნა თარიღი 2007 წლის 2 ნოემბერი. გეგმის მიხედვით, რომელზეც ოპოზიციური ლიდერები საჯაროდ აკეთებდნენ მინიშნებებს, 2 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლების მიერ პირველადი პოლიტიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის, საპროტესტო ტალღის გაძლიერებისა და პროცესების ესკალაციის ფონზე უნდა დაწყებულიყო შეტაკებები დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას შორის, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლება დაემხობოდა. 2 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო მიტინგი ორგანიზატორთათვის მოულოდნელად ყოველდღიურად სუსტებოდა. ოპოზიციის მოთხოვნები კი სულ უფრო რადიკალურ ხასიათს იძენდა. საგრძნობლად შეთხელებული ძალებით, თუმცა მაინც გეგმის მიხედვით 5 ნოემბერს დაიწყო პროცესების ესკალაცია. სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირების მცდელობებითა და პრეზიდენტის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკება 7 ნოემბრის დილას მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რუსთაველის გამზირზე აღდგენილი მოძრაობა ხელახლა გადაკეტეს. 2 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე დრამატულად განვითარებული პოლიტიკური მოვლენები 7 ნოემბერს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიტინგის დაშლით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. დაიწყო გამოძიებების სერია ანტიკონსტიტუციური გზით საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების სქემებისა და ორგანიზატორების გამოსავლენად. მოპოვებული სამხილებით გამოვლინდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ცალკეულ ქართველ ოპოზიციურ ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროცესების მართვაში აქტიური მონაწილეობა. ჯაშუშობისათვის საქართველოდან გაძევებულ იქნენ რუსეთის საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლები. გამოძიებით ასევე გამოვლინდა, რომ მთელი პროცესების ორგანიზაციული და მატერიალური უზრუნველყოფის ცენტრს წარმოადგენდა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. უფრო მეტიც, არსებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებებისა, რომელიც ადასტურებს ვარაუდებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი საკუთარ ტელეკომპანია იმედს იყენებდა პირადი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად და საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და ანტიკონსტიტუციური ქმედებების სამართავ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ასე დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის საქმე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულია 2007 წლის 7 ნოემბერს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ამავე დღეს ჩვენ ეჭვიტანილის სტატუსი მივანიჭეთ არკადი პატარკაციშვილს, იგივე ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც ეჭვიტანილია ამ შეთქმულებაში მონაწილეობაში. რამდენიმე გარემოება არსებობს, რომელიც ამ ეჭვს უჩენს გამოძიებას. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სწავლობს ძალიან დაწვრილებით ყველა იმ გარემოებას, რომელმაც შეიძლება ეს ეჭვი კიდევ უფრო მეტად გაამყაროს ან გააქარწყლოს. იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პიროვნება იქნა ეჭვიტანილის სტატუსით ცნობილი, იგივე 7 ნოემბერს იმავე დღეს იმ საფუძვლით, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, დედაქალაქში მიმდინარე პროცესები გადაზრდილიყო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულში, კერძოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, სახელმწიფო ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში. ამ საფუძვლით პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღადადებოდა ტელეიმედის ქონებას, რადგან არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ სწორედ ეს ქონება იქნებოდა გამოყენებული ბადრი პატარკაციშვილის მიერ აღნიშნული მიზნის მისაღწევად. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ტელეიმედის ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა ტელეიმედის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის ნომერი B16 განკარგვა და გამოყენება.
საზოგადოებას გვინდა განუმარტოთ, რატომ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ტელეკომპანია იმედის ქონებაზე ყადაღის დადება და მათ შორის მის ფლობელობაში არსებული ლიცენზიის შეჩერება. ეს ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს და ბუნებრივია ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს საზოგადოებას განუმარტოთ. პირველ რიგში მინდა ალბათ ყველასთვის ცნობილი ფაქტია და ბადრი პატარკაჩვილიც ყველა საჯარო გამოსვლაში და გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს იმას, რომ ის არის ტელეიმედის მესაკუთრე. ბოლო პერიოდში მან გავრცელა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადასცა მართვის უფლებით ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას სამართავად მართვის უფლებით გადასცა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას მისი წილი იმედში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს არნიშნავს იმას, რომ მისი საკუთრებითი ურთიერთობა ტელეკომპანია იმედთან ამით შეწყდა და მით უფრო არნიშნავს იმას, რომ მან შეწყვიტა იმედის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელეიმედის პარტნიორის გადაწყვეტილება. 2007 წლის 6 ნოემბერი. გადაეცეს News Corp Europa Inc. ASH დელავერის შტატის საწარმო ადგილსამყოფელი 12-11 ამერიკის გამზირი NE-136. შეპესე ტელეიმედში სააქციო საზოგადოება იმედიას 100%-იანი წილი მართვის უფლებით შემდეგი პირობების დაცვით. A. News Corp Europa Inc. არ მიენიჭოს წილის ნებისმიერი სახით უფლებრივი დატვირთვისა ან და გასხვისების უფლება. B. წილის მართვის უფლებით გადაცემა განხორციელდეს კონკრეტული ვადით, კერძოდ 2008 წლის 31 ოქტომბრამდე. G. წილის მართვის უფლებით გადაცემის სანაცვლო ყოველთვიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს $3,500 ამერიკული დოლარით. დოკუმენტური მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბადრი პატარკაციშვილი არის ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო კი წესდების თანახმად ნიშნავს და ნებისმიერ დროს ათავისუფლებს კომპანიის დირექტორს, კონტროლს უწევს მის საქმიანობას. ხოლო დირექტორს აქვს უფლება შეუზღუდოვა დაკონტროლოს საკადრო და სარედაქციო პოლიტიკა. შესაბამისად, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ პატარკაციშვილი ფლობს პირდაპირ და მყარ სამართლებრივ ორგანიზაციულ ბერკეტს ტელეკომპანიის საკონტროლებლად. მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ასევე იმედის ფინანსური მდგომარეობა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანია დიდი წაგებით ასრულებს სამეურნეო წელს. 3 წლის განმავლობაში კომპანიამ 20 მილიონი ლარის ზარალი ნახა. ისმის კითხვა, რა მიზნით ინახავს პატარკაციშვილი ასეთ ზარალზე მომუშავე კომპანიას. ჩვენ უკვე საზოგადოებას წარუდგინეთ მტკიცებულების სახით ბადრი პატარკაციშვილის და გიორგი თარგამაძის, რომელიც გახლავთ პოლიტიკური პროგრამების რედაქტორი, მიყურადება ლეგალურად ბუნებრივია მოპოვებული მიყურადების ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი, სადაც ნათლად იკვეთება, რომ ბადრი პატარკაჩვილი ინტერესდება იმით, რა ხდება აქციაზე, რომელიც იწყება, ეს არის 2 ნოემბრის გამთენისას ჩაწერილი საუბარი და გიორგი თარგამაძეც უყვება დაწვრილებით დეტალურ ანალიზს უკეთებს იმისას თუ რა ხდება. ამის მერე ბადრი პატარკაჩვილი აქვე ახსენებს, რომ ჩამოვა ვინმე ტოლა, რომელიც დეტალურ ინსტრუქციებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ამ დღეების განმავლობაში ტელეიმედმა. ბატონო. რა ხდება გიო, როგორ ახარ? კარგად ხარ, როგორ ახარ? რა, ვიცი, ძალიან ნერვიულობ რა. კი, ბევრი ხალხი არის დღეს უკვე მისული და ჯერ 3 დღიდან არის ჩამოსული და თბილისლები არიან გასულები კიდე და სავსე ექტი მოედანე უკვე. ეხლა წოლიკაც ჩამოვა მან და დაგირეკავს რა, მე რაღაც დავობარე შეთაბია. კი ბატონო, კი. მე მგონი არ რაღაცა ის შეცდომა მოგვიწევს რა. მე საზოგადოებას მინდა განუმარტო, რომ ეს ტოლა არის ანატოლი მოტკინი, ეს არის ბადრი პატარკაჩვილის მარჯვენა ხელი, ეს არის მისი PR ტექნოლოგი და პოლიტიკური მრჩეველი. ანუ ეს არის ადამიანი, ვისაც სრული კომპეტენცია აქვს საიმისოთ, რომ დაგეგმოს კონკრეტული პოლიტიკური პროცესები და წარმართოს ისინი იმ კალაპოტში, როგორშიც მას სურს, თუ მას ექნება სერიოზული მხარდაჭერა სატელევიზიო არხის მხრიდან, ისეთ სატელევიზიო არხის მხრიდან, როგორც არის იმედი. ამას გარდა ასევე გამოვაქვეყნეთ ჩვენ
მტკიცებულება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი უკვე 7 ნოემბერს მესიჯს უგზავნის გიორგი თარგამაძეს და ეკითხება, გაუშვა თუ არა მან მისი განცხადება და გიორგი თარგამაძეც ეუბნება, რომ კი, მე ეს განცხადება უკვე გაუშვი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის განცხადება, რომელიც კეთდება ბადრი პატარკაციშვილის მიმართ პიკზე მასობრივი არეულობისა დედაქალაქში. ამ განცხადების შინაარსი იმგვარია, რომ იგი პრაქტიკულად აქეზებს დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, ამბობს, რომ მხარს უჭერს ყველაფერს იმას, რაც ხდება, რომ ხელისუფლება არის ფაშისტური, რომ ის უკანასკნელ თეთრს დახარჯავს საიმისოდ, რომ ეს ხელისუფლება აღარ იყოს და პრაქტიკულად ჩვენ განვიხილავთ ამას გარკვეულწილად წამქეზებლურ განცხადებად და ეს განცხადება ქვეყნდება ტელეიმედში და ტრიალებს დღის განმავლობაში. ეს წუთია გავრცელდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელსაც ახლა მე ჩაგიკითხავთ. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია, მე ისევე როგორც მილიონობით ქართველი უკანასკნელ წამამდე გულუბრილოდ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გავაკეთე ყველაფერი, რათა გამომეძებნა კომპრომისი. ოპოზიციონერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოეგენ და არ გადადგეს არაკანონიერი ნაბიჯი. ზუსტად ამან გააცოფა სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ყველა ის, ვინც უყვებოდნენ ზღაპრებს თავიანთი დემოკრატიულობის შესახებ. სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი აღმოჩნდა დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმელთა ნიჩმებით უჩეხავდნენ თავებს ჩვენს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს იმავე ადგილას. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის და სპეცდანიშნულების დააყოფის აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდეს. სწორედ ამიტომ აშფოთებთ ის ადამიანებს, რომლებიც საპირისპიროდ ფულს ჩვენი ქვეყნის ქალაქების კეთილმოწყობაში ხარჯავენ, მაგრამ დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას იმსახურებს ხალხის თავისუფალი ხმა. ხელისუფლებას არადამორჩილებული კომპანია იმედი. მე უზომოდ მადლობელი ვარ იმედის, მამაცი ჟურნალისტების, იმ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის, იმისთვის, რომ მათ აუხილეს თვალები საქართველოს მოსახლეობას მთელ მსოფლიოს სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრიობაზე. სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. გაუმარჯოს საქართველოს. ეს გახლავთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ეს წუთია მივიღეთ. ანუ იქიდან რაც მოგახსენეთ, იკვეთება ორი მნიშვნელოვანი გარემოება. პატარკაციშვილი სრულად განსაზღვრავს იმედის სარედაქციო პოლიტიკას და მეორე გარემოება. პატარკაციშვილი არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების შეცვლით. ეს რა თქმა უნდა ლეგიტიმური ინტერესი შეიძლება იყოს, ოღონდ როდესაც პროცესები იღებს არალეგიტიმურ მიმართულებებს და ამ ვითარებაში კეთდება განცხადებები წამქეზებლურ ტონალობაში, ბუნებრივია მისი პოზიცია შეიძლება განვიხილოთ როგორც არალეგიტიმური. ამ ორი დასკვნიდან შეიძლება გამოვიტანოთ ერთი საერთო დასკვნა. იმედი ემსახურება პატარკაციშვილის მიზანს შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და 7 ნოემბერს ამან მიიღო ასე ვთქვათ იმგვარი ხასიათი, რომ იმედი ემსახურებოდა პატარკაციშვილის მიზანს საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო არალეგიტიმური გზით, მასობრივი არეულობების, ხელისუფლების დამხობის და შეთქმულების გზით. დიახ, არ მინდა. არ გინდა. პროვოკაციას მივატარებ, მივატყობ პროვოკაციას. ჩვენ პარლამენტარი ხართ. ამიტომ პოლიციას ასე არ უნდა ელაპარაკო. პოლიციელი არ იგინება პოლიციელი ძალიან ხო პროვოკაციაზე ნუ მაგეთ ახლა ძალიან არა ვარ მე მათხოვარი პარლამენტარი ხარ და უნდა იცოდეთ პოლიციას როგორ უნდა მიმართოთ. მათხოვარი არა ვარ მე. მე ვარ საქართველოს პოლიციელი ძალიან ხო. მოუწოდებთ მოვიდეს აქ. დავავთანოთ ეს დაძინალა ხელისუფლება. ეს დღეს 2 საათზე პარლამენტი უნდა მოვიდეს. მთელი თბილისი, მთელი საქართველოს დღეს უნდა დადგეს და ყველა ერთად ძმებო დავაწყოთ ხელისუფლება. დღეიდან ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებაზე, რომელიც ძალიან მალე გაგრძელდება კონკრეტული. მიმართოთ ყველას 2 საათზე, რუსთაველის გამზირზე. დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ნინო ბურჯანაძე ითხოვს შეხვედრას მის კაბინეტში. იყავით, მაგრამ ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს.
ჩვენს უკან. უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ერთი საათი კიდე ველოდებით თელ საქართველოს რიკეზე და მერე ჩვენ ვიცით რასაც ვიზამ. დედა ეწყლებათ ამას. ნიშანდობლივია ის განცხადება, რომელიც ბადრი პატარკაჩულმა გააკეთა 2 ნოემბერს გამართულ მიტინგზე, უბრალოდ ერთი წინადადება, რომელიც მან იქ თქვა. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, როგორც დავგეგმეთ დიდი ხნის წინ. დაახლოებით ესეთი იყო პერიფრაზი. იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. სწორედ ამ გეგმას ვიკვლევთ ჩვენ და რა დაგეგმაზე არის საუბარი. ეს გვაინტერესებს სწორედ. პატარკაჩულის პოლიტიკური აი ამ გააქტიურების პირველი ნაბიჯი იყო ირაკლი ოქრუაშვილის ხმამაღალი განცხადებები და ბრალდებები სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. რასთან დაკავშირებითაც სხვა შორის გამოძიება მიმდინარეობს, ბუნებრივია სრული მოცულობით აბსოლუტურად, მაგრამ სწორედ ამ განცხადებებით და ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლით აიწია მნიშვნელოვნად დუღილის ტემპერატურა, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა და აი ამ განცხადების გაკეთების დღიდან იწყება მთელი, ასე ვთქვათ, ის პროცესები, ვითარდება მთელი ის პროცესები, რომელიც 7 ნოემბერს სრულდება ძალიან სერიოზული საფრთხის შექმნით საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის და საერთოდ ქვეყანაში არსებული წესრიგისთვის. მოგვიანებით, როცა ოქრუაშვილი დაიკითხა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და მე უკვე მოგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მან განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო ბადრი პატარკაციშვილი. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი იყო პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ბადრი პატარკაციშვილი, როგორც ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, აი ამ ბრალდებების სანაცვლოდ, ბრალდებების სკანდალურად გახმაურების სანაცვლოდ მას პირდებოდა მხარდაჭერას მისი კომპანიის, ტელეკომპანიის იმედის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უტყუარ კავშირს პატარკაციშვილსა და იმედს შორის იმ კუთხით, რომ იგი მართავს ამ არხის სარედაქციო პოლიტიკას და იყენებს მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ მიზნებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და გამოძიება ბუნებრივია იკვლევს ამ მიზნებს უფრო დაწვრილებით. პერიოდულად მე მქონდა შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ ბადრი პატარკაჩვილთან და მის ლიკვიდაციასთან გაკეთებული განცხადება ასევე განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ მასაც მიიღო პოლიტიკური დივიდენდები, რაც იმავდროულად ნიშნავდა ჩემი პოლიტიკური საქმიანობისათვის მისი ტელეკომპანიის მხარდაჭერას. ამის შემდგომ ოქრუაშვილის მიერ ასევე ტელეიმედის ეთერში კეთდება კიდევ ერთი განცხადება, რომელიც სხვათა შორის ტრანსლირდებოდა მიტინგზე და შეიცავდა მოწოდებას პროცესების ფორსირების თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება კიდევ ერთხელ, საზოგადოებას იცნობს ამ განცხადებას და ამ განცხადების უკან უკვე ძალიან ნათლად იკვეთება ბადრი პატარკაციშვილის კვალი. უფრო ზუსტად მისი ფულის კვალი. ეს გარემოება უტყუარად დასტურდება იმ აუდიო ჩანაწერით, რომელიც გამოძიებას ხელთა აქვს და უკვე წარუდგინა საზოგადოებას და რომელიც ასახავს ოქრუაშვილის თანაპარტიელის ნანა ლეჟავას და ჯიბღაშვილის საუბარს. აღნიშნული საუბრით დგინდება, რომ ჯიბღაშვილი იმყოფებოდა მიუნხენში ოქრუაშვილთან, მას ჩაუტანა 500,000 ევრო ლონდონიდან და აღნიშნული ფული იქნა
ირაკლი ოქრუაშვილისთვის გაგზავნილი ვინმე ბადრიას მიერ. ეს დასტურდება ჩანაწერით. ვინ არის მაგისი ტესტი, კაცო? მაგი ბადრედეგენი რაღაცებს ჩალიჩობენ, ნაგვარებენ. მე ჩავედი რატო იცი მიუხენში. მაგამ თქვა ფული შატანა იქა რა. ჩაუტანა ეს ფული და მაგარა შემეშალა რა. ძალიან ბლომად ფული ჩაუტანე რა. გამიგე? სადა ხარ ახლა მითხარე? ეხლა გამოვოდი ლაშასკარ რა. გამოვიდა. მე პროსტა მე ახლა გაგიჟებული ვარ რა ეს არა რა დაუწყნარდი კაცო ფულის გამო მაგის ფულის ტარების გამო ლონდონიდან იმაში მიუხენში მე რაღაცას მაგალითად პატივი ვეცით როცა მთხოვა რაღაც ხო თვითონ ვერ ჩადის ვიზა არ აქვს და რაღაცა პრობლემები აქვს და მე რატომ როს ეგეთ მაგ სიტუაციაში მე მაგისი რა პარტიის წევრი ვარ თანამოაზრე ვარ თუ ჩემთვისაც სიურპრიზი იყო არა მე მაგას ნუ ეგე არ შეიძლება ნანა რა რაც არის იმას რატო იძახის ეგა რაც არ ყოფილა რატო იძახის მაგას კაცო მაგი დადიოდა ეგ ვიღაცებს ხდებოდა თავის ფულებს მატაინებდა მე ეგრე მე ჩემი პრობლემები მქონა მაგის გამო ეგ ბილეთი გავწოვე თბილისში რაღაც საქმე და რატომ იგეთებს ეგეთ რაღაცას რა რა საერთო მქონა მაგასთან მე მეგობრობის გარდა ხო იცი მაგისი და ჩემი ისტორია როგორ დაიწყო მეგობრობის ხო და რა იყო თავიდან რა მე არაში წერი არ მინდა რა მე შენ გთხოვე ეგა რა დღეს ვთხოვე ვიცი და მე ვუთხარი მაგაზე ხოდა თუ უთხარი მე გეთქვა რა ჩავედი ამ რაღაც მაგის ბადრიას და მაგების ფულების წინ და უკან იქ რა არ უნდა ჩავსულიყავი ვაფშე საერთოდ რა ჩანაწერში ნანა ლეჟავა არ უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ჯიბღაშვილი ჩვენს მიერ დაკითხულ იქნა ბუნებრივია. მას დაესვა შეკითხვა მართლა იმყოფებოდა თუ არა იგი ლონდონში, მართლა გადასცეს თუ არა კონკრეტული თანხა, რა შეადგენდა ეს თანხა და ვინ არის ბადრია, რომლისგანაც მან წამოიღო ეს ფული. ჯიბღაშვილმა განმარტა, რომ ის იმყოფებოდა ნამდვილად ლონდონში, მას იქ გადასცა ფული 500,000 ევროს ოდენობით ვინმე ლელამ და ეს ფული ჩაუტანა ირაკლი ოქრუაშვილს მიუნხენში. შეკითხვაზე თუ რატომ იყო საჭირო ასეთი დიდი თანხის ტარება ლონდონიდან მიუნხენში ხელით, кейსით, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის ის ფული, რომელიც ბადრიამ გამოუგზავნა მას კონკრეტული, ასე ვთქვათ, ვალი, რომელიც ბადრიას წარმოეშვა მის წინაშე და მას უნდა მიიღო ეს ფული სწორედ ამ გზით. ჯიბღაშვილის ბუნებრივია დაესვა შეკითხვა, ვინ არის ბადრია. მან თქვა, რომ ეს არის ბადრი პატარკაცის შვილი და შეკითხვაზე თუ საიდან იცის მან, რომ ეს არის ბადრი პატარკაცის შვილი, გვიპასუხა, რომ იგი ხშირად საუბრობდა ოქრუაშვილთან პატარკაცის შვილის თემაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ოქრუაშვილი ხშირად ხვდებოდა ბადრი პატარკაცის შვილს, სხვა შორის ამას თვითონ ოქრუაშვილიც და პატარკაცის შვილიც არ უარყოფენ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში. და ოქრუაშვილი ჯიბღაშვილის განმარტებით ყოველთვის ამ ადამიანს მოიხსენიებდა სახელით ბადრია. ასე რომ ჩვენ აუდიო ჩანაწერით ჯიბღაშვილის ჩვენებით უტყუარად გვიდასტურდება ის გარემოება, რომ ოქრუაშვილმა ჩვენი მაღალი ხარისხის ვარაუდით კონკრეტული საქმის შესრულებისთვის, კერძოდ იმედში განცხადების გაკეთებისთვის და მომიტინგეებისთვის კონკრეტული მოწოდებისთვის მიიღო თანხა 500,000 ევროს ოდენობით ბადრი პატარკაციშვილისგან, რაც თავისთავად ცხადია გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანს აქვს მიზანი პროცესების ესკალაციისა. ყოველ შემთხვევაში ამის მაღალი ხარისხის ალბათობას ნამდვილად გულისხმობს, ამ ადამიანს აქვს მიზანი გამოიყენოს ცალკეული პოლიტიკური პერსონები, გადაუხადოს მათ ამისთვის ფული, იმისათვის, რომ წარმართოს სიტუაცია მისთვის სასურველ კალაპოტში. და მისთვის სასურველი კალაპოტი არ არის საქართველოში სიმშვიდე, არ არის საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედება. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით ისევ და ისევ აუდიო ჩანაწერებით, რომელთა ლეგალურობა ბუნებრივია ეჭვსალიწევს და რომელიც გავაცანით საზოგადოებას, იკვეთება პატარკაციშვილის სურვილი მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალოგიის გავლება და ტოლობის ნიშნის დასმა
1999 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან. ბუნებრივია ეს მიზნად უნდა ისახავდეს კიდევ უფრო მეტად დაძაბვას სიტუაციისა და ბუნებრივია სავარაუდოდ ეს გამოიწვევს სახალხო მკვლელვარებას, რამაც შეიძლება მოიტანოს შედეგად ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა. მართლაც მომხდარის შემდეგ გულისხმობ 7 ნოემბრის აქციის დაშლას სამართალდამცავთა მიერ, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მიერ იმედის ეთერით გაკეთებულ განცხადებაში, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით ხდება პედალირება იმ თემისა, რომ საქართველოში თბილისში განმეორდა 9 აპრილი. ამის პედალირება ხდება ძალიან დიდი სიხშირით და აღნიშნული აზრის მიწოდება განსაკუთრებით ტელეიმედის ეთერით ხდება ძალიან დიდი სიხშირით საზოგადოებისთვის, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად ძაბავს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ერს მოუწყო 9 აპრილის 7 ნოემბერს. დარბევის ხარისხის სიმაღლე გავდა 9 აპრილს არ ჩამორჩებოდა. დროების პროდიუსერის სოფო ჭაავას და დროების ჟურნალისტის ეკა ქადაგიშვილის საუბარში ძალიან შემზარავი გარემოება იკვეთება ჩემი აზრით. ისინი საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სოფო ჭაავა საუბრობს უпростоრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ესწრებოდა გიორგი თარგამაძის, ლევან მეფხვაძის საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ შაბათ-კვირას საუბარი შედგა შაბათს. შაბათ-კვირას ალბათ არაფერი არ მოხდება. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ შაბათ-კვირას ალბათ არაფერი არ მოხდება, ალბათ კი არა, ნამდვილად არაფერი არ მოხდება. მდგომარეობა დაიძაბება სამშაბათს, როდესაც მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ხელისუფლებას უმტყუნებს ნერვები და განმეორდება 9 აპრილი. კერძოდ, რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ დაიღუპება და ბუნებრივია გავეშებული ბრბო ხელისუფლებას ამას არ აპატიებს და გადაჯეგავს, როგორც ისინი ამბობენ, ამ ხალხს. მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ამაზე საუბრობენ, აუდიო ჩანაწერში შეშფოთებას გამოთქვამენ იმით, რაც მოისმინეს. და აბსოლუტურად და სხვა ჟურნალისტებსაც ახსენებენ, სხვა შორის, ვინც ამით ძალიან შეშფოთდა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. მაშინ არ ვიცი შენ გითხარი თუ არა, გიორგისთან ვიყავით რა? ხო. ნუ ადრეთი 2 კვირის წინ ალბათ. ხო და მე ის ადეიშვილი და ვებხვაძე, თუ მე და ვებხვაძე მარტო აღარ მახსოვს. რაღაცა ლაპარაკი იყო, კარჩე, რასაპირებს, თქო, იყო 2 ნოემბრის მერე, შაბათი რა, ამ კვირა. ხო და მე ხავ არაფერსო შაბათ-კვირაო და ясნია რომ არაფერსო და აი მე ამხარ მეც აი რაღაც 2 შაბათს ველი თქო და არა 2 შაბათს არა 3 შაბათს არისო ხდომაო. ხო. და რაღაც პიკეტირება იქნებაო და ясნია რომ იმადგანო იქნება წინააღმდეგობაო და ძალიან ჯახი აიწევაო და ხა 1-3-4 ადამიანი იქ რომ ამას რაღაცა მოუვიდესო და რაღაც ნუ ანუ მოგტესო. აჰა. მე წარმოედგინე იმათ როგორ გადაჯეგავს ეს ხალხიო. აჰა. ხო და მე ლევანმა დაიწყო რომ კაი იქნება და აიცხრა ხო იცი როგორც იცის ხოლმე რა 9 აპრილი და აი რაღაცა რა ჩვეულებრივ ხო მე იქაც მქონდა რეაქცია და უთხარი რომ ხა რა პონჩი ამბობ თქვა რა 9 აპრილი მაშინ წადი და შენ მოგტი მეთქი თუ ითული რომ 18 კაცი მოკლეს თუ 3 ერთი შენ იყავი თქო რა და რაღაც არაფერი და მე რა ეს მოუყავე ღვინჯოს რა აი ჩვეულებრივ თუ ლაპარაკობ თქვა ვაფშე არ ვთვლი რომ გიორგის მე საიდუმლე ვარ და შევინახო მისი ისინი ხო ჩვეულებრივ ლაპარაკა და ღვინჯოს უთქვამს მე თიკოსთვის რა იმიტომ რომ მე თიკოს ხა ეგეთ რაღაცებს არ ვენდობი იმიტომ კი არა რომ არ ვენდობი პროსტა მაგას უფრო დიდხნიანი ურთიერთობა აქვს გიორგისთან და თუ რამე აინტერესებს მისგან წავიდეს და თვითონ კითხოს ხო ხო და პროსტა ეს მოუყავე ღვინჯოს რომ გაგიჟებული ვარ თქო რომ ეგრე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს ნუ 1-3-4 ადამიანი მე რა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულმა საუბარმა ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვი იმის თაობაზე, რომ არხი არათუ ფიქრობს მოსალოდნელ გადატრიალებაზე, არამედ ძალიან კარგად ფლობს ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, როდის რას აპირებს პოლიტიკური ოპოზიცია მიტინგის მართვის თვალსაჩინოდ. ამ აქციების დაგეგმვის თვალსაჩინოდ. ძალიან კარგად ფლობენ ინფორმაციას, რომ შაბათ-კვირას არაფერი ისეთი მწვავე აქტივობა არ იქნება
და ესკალაცია მოხდება სამშაბათს. ეს კიცებითი ტონით, ასე ვთქვათ, იყო როგორც ჩანს გაცხადებული. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ სამშაბათს პროცესების ესკალაცია პარლამენტის წინ არ იყო სპონტანური და შემთხვევითი და არ იყო დამთხევა ის, რასაც საუბრობდნენ იმედი ჟურნალისტები აქციის, ასე ვთქვათ, ცალკეულ გამოვლინებებთან, ეს დასტურდება იმ გარემოებებით, რომელიც იკვეთება ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიას ფარული მიყურადების აუდიო ჩანაწერში. ეს ადამიანებიც აბსოლუტურად იგივეს იმეორებენ, თუ არ ვცდები იმავე დღეს, შაბათსვე, ამბობენ, რომ 1-2-3 დღე არაფერი არ მოხდება, სამშაბათს იქნება პარლამენტის სესია, მოხდება პიკეტირება და მდგომარეობა გამწვავდება. ვერ იმას იზავს, короче говоря, изморомани у вас возьмут. А иге шена ეს უპერსპექტივო პონტია რა, короче говоря, რა. აი ეს გაწელვა იმისი, ცოტა უფრო აქტიური მეძე თუ არ გადახვედით, შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს. აგენ დაიმახსოვრე ჩემი ნაცხოვრი. 2 დღე და მერე გადავა რა. თქვენ რო აჩერებთ ამ ხალხს, გაიგე შენა, არ უნდა რა ამ ხალხს ასე იმას კი არ ვიძახი რომ მოუწოდო პირდაპირ, გაიგე, მაგრამ გაჩერებაც არ არის საჭირო ამ მუხტის. რომ ხალხი ხელს ჩაიქნევს, გაიგე, мне ეხლა სასტარანი многое виднее, дорогой мой, გაიგე. მე ხო გვერდიდან უყურებ და აი ვაწყობ ეგეთ რაღაცას რა. ნუ აჩერებთ ბიჭო, ეს ხალხი ამდენი წელი დაგჭირდათ იმაზე რომ გამოგიყვანათ გარეთ და ეხლა იმაშვებით კლავთ ამ მუხტსტო. ანუ ეს არ იყო უბრალოდ დამთხევა, ეს პროცესები იყო კოორდინირებული არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ ეს მოვლენები ხორციელდებოდა კოორდინაციაში კონკრეტულ სატელევიზიო არხთანაც. ბუნებრივია ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ბუნებრივია ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, ბუნებრივია ეს იწვევს ეჭვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც მართავს ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას და ბუნებრივია ეს ადამიანი იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყადაღა დაედო იმ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც იგი მართავს მთელ ამ პროცესებს. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ იმ კიდევ სხვა გარემოებებზეც, რომლებიც უფრო ნათლად ადასტურებენ იმას, რომ იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში, არამედ მნიშვნელოვანწილად კოორდინაციას უკეთებდა იმ პროცესებს, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მასობრივი არეულობა და შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოს სახელმწიფოსთვის. როცა 28 სექტემბრის აქციის მერე იმედზე გახსოვთ ოპოზიციის დიდი თავყრილობა იყო, მეც მიმიწვიეს და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. როგორც ადამიანის სახლში გასცემ ბრძანებას, ისე იძლეოდა არხი დირექტივებს ოპოზიციის მიმართ. კარნახობდნენ ვის რა უნდა ეთქვა და ვის არა. ეს ყველაფერი ბადრის ამბიციებიდან გამომდინარეობს და ბადრი კი სხვა გარე ძალებიდან იმართება, რომელთაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. და ბოლოს მინდა ყურადღება შევაჩერო ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც შეიძლება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს თავისი წონით და რომელიც ყველაზე უფრო მეტ დაფიქრებად ღირს მთელი ამ პროცესების განმავლობაში. საინტერესოა, რას ხმარდება პატარკაციშვილის თანხები. რა ძალები უნდა ამოქმედებულიყო მასობრივი მღელვარების დროს, რომლის საინფორმაციო მხარდაჭერას იმედი ახორციელებდა. გამოძიების ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის სტრუქტურები და რესურსები პატარკაციშვილის მიერ გამოიყენებოდა არა მხოლოდ გადატრიალების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, არამედ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისათვის, რომელთა ამოცანა დათქმულ მომენტში შეიარაღებულ მოქმედებაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო. შეიარაღებული ჯგუფების კოორდინაცია პატარკაციშვილის დაცვის უფროს მაისურაძეს ევალებოდა. მაისურაძე ამავე დროს დანიშნული იყო ტელეკომპანია იმედის მრჩევლად. მაისურაძე მის მიერ დაფუძნებული მრავალი დაცვის სამსახურის საფარებს ქვეშ ქმნიდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, აგროვებდა ხალხს, განსაკუთრებით უშიშროების ყოფილ თანამშრომელთა და იგორ გიორგაძის ყოფილი სპეცნაზელების რიგებიდან. ამ ჯგუფების მეშვეობით ხორციელდებოდა მიყურადება თვალთვალი. რეკრუტირებულ მებრძოლებს ანაწილებდნენ მრავალრიცხოვან ფირმებში. მრავალთაგან ორი ამგვარი ფირმის, პროფესიული დაცვის ლიგისა და საერთაშორისო დაცვის ასოციაციის საქმიანობა ნათელს ფენს მთელ სქემას.
ერთ-ერთი დაცვის ლიგის ოფისი განთავსებულია ტელეკომპანია იმედის შენობაში. ზემოხსენებული ორივე ფირმის დირექტორია გია ბერიძე. პატარკაციშვილის შეერაღებული ქსელის ამ ორ ნაწილში 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ოპერატიული მასალებიდან ცხადი ხდება, რომ ბერიძე ახდენს შეერაღებული ხალხის რეკრუტირებას, მათ განაწილებას დაცვის სტრუქტურებში. განსაკუთრებით სჭირდებათ ხალხი, რომლებსაც აქვთ სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება, ფლობენ თვალთვალის, მიყურადების და ფიზიკური ლიკვიდაციის მეთოდებს. არაერთი სამხილიდან, მათ შორის პატარკაციშვილის საუბრებიდან, იკვეთება საგულისხმო სურათი. უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც პატარკაციშვილის შეთქმულების სქემის ნაწილებს წარმოადგენენ, ელოდებიან რაღაც ბრძანებას, რაღაც X დღეს, როცა მათ გამოადგებოდათ მათი ტერმინოლოგიით ადამიანების გასაღების სპეციალისტები. შეიარაღებულ ჯგუფებს შორის აქტიური კონტაქტი ხორციელდებოდა. ვინ არიან ეს ადამიანები? გია ბერაძე არის დაცვის სამსახურის დაცვის საერთაშორისო ასოციაციის, ასე ჰქვია მას, დირექტორი. ამ ორგანიზაციის ოფისი განთავსებულია ტელეკომპანია იმედის შენობაში. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი არის საშა მაისურაძე. ეს ადამიანი არ არის საზოგადოებისთვის უცნობი, იგი ცნობილი გახდა ეგრეთ წოდებული გიგანის აფეთქების საქმით საზოგადოებისთვის და ის არის ბადრი პატარკაციშვილის სახლის დაცვის უფროსი. ბოლო პერიოდამდე იგი ასრულებდა ბადრი პატარკაციშვილის დაცვის, ვთქვათ, კოორდინირების ფუნქციას. გიორგი სერგიზძე ბერიძე დაბადებული 1944 წლის 26 აპრილს. ბრალი წაეყენა იმაში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადება, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში. საქართველოს მოქალაქემ ქალაქ თბილისში მცხოვრებმა პროფესიული დაცვის ლიგის და საერთაშორისო დაცვის საზოგადოების დირექტორმა გიორგი ბერიძემ ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად განიზრახა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გიორგი ბერიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკს ზურაბ მეტრეველს, რომელსაც დაავალა უკანონო შეიარაღებული ფორმირებისათვის განზრახ პირობების შესაქმნელად მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მათი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. 2007 წლის 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა გიორგი ბერიძე. იმავე დღეს გაჩხრეკილი იქნა ქალაქ თბილისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ზურაბ ვახტანგისძე მეტრეველი, დაბადებული 1954 წლის 8 სექტემბერს. ბრალი წაეყენა იმაში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადება. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში. საქართველოს მოქალაქეს პროფესიული დაცვის ლიგის დირექტორს გიორგი ბერიძეს და ალექსანდრე მაისურაძეს ჰქონდათ რა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის განზრახვა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ შპს პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკს ზურაბ მეტრეველს, რომელსაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებისათვის განზრახ პირობების შესაქმნელად უნდა მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მათი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ამის შემდგომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მიზნით 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს ზურაბ მეტრეველმა გიორგი ბერიძისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე ნომერ 118-ში მდებარე შპს პროფესიული დაცვის ლიგის ოფისში შეინახა დიდი რაოდენობით იარაღი და ცეცხლსასროლი ფეთქებადი მასალა. წაყენებული ბრალდებები ზურაბ მეტრეველმა აღიარა. ამავე საქმეზე იგივე ბრალდებებით ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა ალექსანდრე მაისურაძე. რა იკვეთება ამ ადამიანების მიმართ და რა მტკიცებულებებით? უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ გია ბერაძის მიერ შესრულებული ეგრეთ წოდებული ვერბოვკის ჩანაწერით, რომელიც ამოღებულია მისი ლეპტოპიდან, სადაც იგი კონკრეტულ პირს, ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს, რომლის ვინაობა ზუსტდება, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ, ავერბოვკებს აიმისოთ, რომ გაწევრიანდეს მის მიერ შექმნილ რაღაც ერთობაში, ფორმირებაში. მას ექნება შეიარაღება, მას ექნება სათანადო ხელფასი და
როცა საჭირო იქნება, ის იქნება გამოყენებული. სწორედ ამ სიტყვებით საუბრობს ის. რაღაც X დღეს ელოდება, მოკლედ რომ ვთქვათ. რა არის ეს X დღე? სუსტდება გამოძიების მიერ, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს X დღე სწორედ 7 ნოემბერი იყო. თუმცა მე ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, გამოძიება ამის დასუსტებაზე მუშაობს. ვინ არის, საიდან, ასე ვთქვათ, გავდივართ საშა მაისურაძეზე და ამ მეტრეველზე. ორივე მათგანი ყავს ნახსენები ბატონ ბერაძეს თავის, ასე ვთქვათ, ვერბოვკის დროს. იგი ახსენებს მაისურაძეს, როგორც ყველაფერი ამის სულის ჩამდგმელს და იგი ახსენებს მეტრეველს, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს აღნიშნული პროცესებისა. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დაკითხულია მეტრეველი, იგი აღიარებს აღნიშნულ პროცესებში მის მონაწილეობას, მათ შორის იარაღის და ფეთქებადი მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტს. ვარ ზურაბ მეტრეველი 1985-1986 წლიდან წლის ბოლომდე მსახურობდი ავღანეთში. მაქვს მიღებული გარკვეული საბრძოლო გამოცდილება. 1993-1995 წლის ბოლომდე მსახურობდი სახელმწიფო უშუალობაში სხვადასხვა ოპერატიულ თანამდებობებზე. ამჟამად მუშაობ პროფესიონალური დაცვის ლიგის ერთ-ერთ ობიექტის დაცვის უპროსად. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ჩემთან მოვიდა ობიექტზე გიორგი ბერიძე, პროფესიონალური დაცვის ლიგის გენერალური დირექტორი. დამთხოვა, რომ მომეძიებია ძლიერი საბრძოლო გამოცდილების ან სპეციალური მომზადების მქონე პირები. მე ვეცადე მისი დავალება შემესრულებინა და მოვიძიე ეს ხალხი, რომლებიც შემდგომში გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ობიექტებზე, აღნიშნულ სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ბერიძე გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალური დაცვის ლიგის დირექტორი, ის მუშაობს ამავე თანამდებობაზე პროფესიონალური დაცვის ლიგაში. საერთაშორისო დაცვის სამსახურში, რომელიც ახორციელებს ტელეიმედის ფიზიკურ დაცვას. აღნიშნული ტელეიმედის დაცვის სამსახურს, ესე იგი საერთაშორისო დაცვის სამსახურს კოორდინაციას უწევს ტელეიმედის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი საშა მაისურაძე. საშა მაისურაძეს მე ვიცნობ დიდი ხანია, არის გამოცდილი მუშაკი, ამჟამად იმყოფება პენსიაში. დაახლოებით ოქტომბრის 28-29 რიცხვში 8:30-ზე თუ 9 საათი ყოლა, ზუსტად ვერ გეტყვით. მოვიდა ჩემთან ოფისში, ამოვიდა გიორგი ბერიძე. დამთხოვა დავხმარებოდი მას თვითის ამოტანაში დაბლიდან. მე ჩავყევი მას და იქვე მან განმარტა, რომ ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უნდა შენახული იქნას ჩემთან, ვინაიდან ჩემთან არავინ არ მოვა და გარკვეულ დროს უნდა გადანაწილდეს ობიექტზე მომუშავე პერსონალს დაცვის სამსახურს.
ატანისთანავე იარაღი შევიტანეთ. იარაღი იყო ჩაწყობილი ქვილის ტომრებში და ეს ტომრები განვათავსეთ ჩემს სამუშაო ოთახში მაგიდის ქვეშ. მაისურაძე რო ვკითხე გიორგი ბერიძეს რა ხდებოდა, მან თქვა რომ ეს არის საშას დავალება და ეს იარაღი მისი გამოგზავნილი. გია ბერაძე აი ამ ვერბოვკის ასე ვთქვათ აქტის დროს ამ პირს ეუბნება რომ მათ აქვთ ყველანაირი ტექნოლოგიები ფარული მიყურადებისთვის, ფარული თვალთვალისთვის, მზად არიან რომ ნებისმიერ დროს გაასაღონ ნებისმიერი პირი, აი ამ ტერმინოლოგიას ხმარობენ ისინი. ასევე ამბობს იმას, რომ ძირითადი მათი გადაბირების, ანუ ვერბოვკის სუბიექტები არიან იგორ გიორგაძის ყოფილი ოფიცრები, მასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც, ვთქვათ, დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის და რომლებიც გადანაწილებული არიან სხვადასხვა დაცვის სამსახურებში ამჟამად. ეხლა რა გითხრა და გერიდება. ხო, არა, რამე ერთი ჩემი მეგობარი არის. აგებს მეგობარი. ეხლა მუშაობს ატლანტაში. ატლანტაში? ხო. მეცოდნება. მერაბა საბუგოა. განუკაცვანი და რა პრობლემაა? აქეთ საქმე ჩვენსკენ? ხო, რატო? რატო და შეერთებულ შტატებში დაადგინა ყველაფერი. ეს მე არ ვიცი რა სპეციფიკაზე მუშაობს რა ის. რაიჭი ბაგა, პრეზიდენტა და გასწავლდა ბაგი სამდი ხო, ვერიყო სპორტს. გაგებას უკრავს. არაფერს არ მეუბნება მე. ხო. ვერიყო კინეზისოდე. ვერიყო მეტროსოდე. ვერიყო დივიატკის უკრავს. ნარუსკა ბეის. და მე პეცე. შენ ნარუსკა გაინტერესებს? რა? ნარუსკა და საკრეფი სტუდენტობა ხო? ძია ხალხი ხარ. ნარუსკის ის ჯანჯღავა თემურა ჩვენ დამუშავოს. ხო, ამ ნარუსკის შეფი იყო საქართველოში 50-ზე. აი ეს არის სამორიდებით რასაც ვეთქვი. ვანი არის ხო ნარუსკის? შვენიერვე. არა. ეს იყო ზოგორითი სკოლა გავლილია, ემოლეთ let 48-49. თუ გვაინტერესებს. კადრები. ახლა უყურე რა შეესაქმე. ჩვენ კადრები გვაინტერესებს. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხა იმდენი კადრები არის ხა. საშა ის ყველას ვინც არის. საშა იყო პასპეთ თავარ დეპარტამენტის. ხო, გავიგოთ რა თვისებები. ესეთი გუნდი მე მყავს, რომ შედების მე რამოთანამ შეგისურვებს. გაგჭირდეს და ნარუსკა დაყოლე რაღაც კონკრეტული დადგენა, პიროვნების, ვინ არის, ვისთან მიდის, კომპრომატი გადაღება ეს ყველაფერი გვაქვს. უმაღლეს დონეზე. მეორეა როცა მოიმხრობ კაცს, ეხლა მაგას უნდა ერთეული სოფასი. ან კონკრეტულ ამოცანას უნდა წამოიყვანო. მაგი, უთხრა. აი რა უნდა მისცეს მაგას. უნდა გეტყვი ახლა ეს ბიჭები ჩემთან არიან $600. უნდა ჩვენ მაგდენი არ უნდა. მაგდენი არ არის. მაგრამ ჩვენ საქმეს ემსახურებ. გარედაზრდა. ამის გამოდენება მიფიქრეთ, შემახსენე გვარი კიდე? მე და საბუდოა. სა? საბუდოა. საბუდოა. მოზრს? როგორი? ხოროწყუს, კაი ასაკია. მაღალი უბედია. ხოროწყუს? ეს აკრი. რომელიც ამდა. და მომდეოდა თავის თქმედიდან. მე გამანდა მითხარი, როგორ უნდა მეცნიერის უკროსი ჩემთან მუშაობა. ხონდა მაგალითად ეს გამართოთ მოწვევა გასო. მარჯვენა ხელი ჩემთან მუშაობს. მე კიდევ ვიცოდი, այսօր გლები ვიცოდი არის. ეგ საინტერესოა. გლები თუ რამდენი შენ რა ისა გაკ. არა, ამასთან რა. ახლა მე გქახო, მაგას ნიშნულობა. ანუ მოგვიყვება და ეს ყველა გამოსიცა მე აგიკვირა, რომელიც ჩემს ამბობს.
ყველაფერაც და თვალში კაი ბიჭები არიან. კაი ბიჭები კარგ გამოცანს ხომ მე ვიწყავს. აი, მას ბაიოი ოფიცერი. მაგარი გამოფენის ობიექტის უფროსი. მეტრე კარდინალი ვიყო. მაგ ოთხოე რა, დაგისახარ და ორჯერ არ იმაში დას. არ გამოიხედავს. მე ოთხოე. ეს ჭირდება. არ არის დამხერება. მაგრამ მე მეორე საკითხი, კადრები რასაკურველია დაგჭირდება. ბიჭები მოხდიო, ბიჭები მომზადებული ბიჭები. ეხლა იაგრა ხდება. ეგეთი კამანდა არ უნდა შენგან არ უნდა ფინანსდებოდეს. კაი, შენ ჯიბეს უარყოფითად არ უნდა დაეტყოს. ეს დაუშვათ. აი ეხლა რაღაცებს ველოდები ჩვენ. ეს კამანდა უნდა გაამწესო, დაუშვათ. კაი ბიჭები გაამწესე, გამოფინანსო, ხო? მიხიან, ყოველდღე გორგეში პესალები მყავს. მეგერა კაი ბიჭები არიან, ამკეთებელი ბიჭები არიან. მშევარია? არა, ატლანტაშია. ატლანტაში რამდენს ეხავს? 400. არა, ეს ჩვენს პრობლემა. რას ეკეთებს? სპეცის უბრალოდ. და ბიჭების ხავს, ხო? მაგარი ბიჭები ხავს. ვიფიქრებ, ხალი შაპურა უნდა და ყველა მთელი კამანდა. ვიფიქრებ, რამ ბიჭები რამდენზე დაკმაყოფილდებიან? მეც. მე გეუბნები, რადგან ისინი თანახმა იქნებიან ჩვენთან როლდრეს. და ჩვენი კამანდა იქნება. ჩვენი კამანდა. ეხლა ვერას ფიქრობ. გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ის მოდელი, რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, მე მგონი გამოგვივა. ჩვენი ინფორმაციით და გამოძიების ხელთ არსებული მასალებით ამ ფორმირებაში შედიოდა დაახლოებით 400-მდე ადამიანი და იმის გათვალისწინებით, რომ ესენი არიან იგორ გიორგაძის ყოფილი ოფიცრები, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ შეიარაღებული ძალიან სერიოზული აღჭურვილობით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმირება შეიძლება ყოფილიყო ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი ქვეყნისთვის და მისი გამოყენების შემთხვევაში იმ X დღეს ქვეყანა შეიძლებოდა შექმნოდა სერიოზული პრობლემები. მათ შორის ამას შეეძლო გამოეწვია უმართავი პროცესები და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა. წერია ვინაც მოგვაწოდა. დღის კომენტარისო პირდაპირ ეთერში ბრუნდება, თქვენ უყურებდით გამოძიების მასალებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვაწოდა. ჩვენი სტუმრები არიან ია ანთაძე, ნინია კაკაბაძე, ნუგზარ ციკლაური და პაატა ვეშაპიძე. დიდი მადლობა ბატონებო, რომ მოგზავნით, ხალბატონი და ბატონებო, რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. ტელემაყურებელსკენ მიმართავ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგში და გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22, 33 და 22, 34. და რამდენი ცოტა ხნის წინ იმედის ჟურნალისტები შეხვდნენ სახალხო დამცველს, შეხვედრის შემდეგ მათ გააკეთეს კომენტარები სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მოდით ჯერ მოვისმინოთ ეს კომენტარები და შემდეგ დავიწყოთ მრჩევლობა. აი დღეს მათ საიტზე გამოჩნდა ორი დოკუმენტი. ერთი იმის თაობაზე, რომ შვიდში თურმე ჩვენ გაგვაფრთხილეს და დაგვადეს ჯარიმა რაღაც დარღვევებისთვის, ხოლო 8-ში შეგვიჩერეს ლიცენზია 3 თვით. 1 საათის წინ მე დამიკავშირდნენ ჩვენი შენობის ახალი დაცვის სამსახურია თუ ვინ არის, არ ვიცი რა დავაფრთხე, ვინც იცავს ახლა მოკლედ იმედს, რომლებაც უკვე შეადგინეს ოქმი იმის თაობაზე, რომ დღეს 16 ნოემბერს ასევე დიდხნიანი ოდისევსის მოგზაურობიდან მიაღწია როგორც იქნა ვიღაცა კურიერმა და მიიტანა ეს ორი წერილი 7-ში და 8-ში შექმნილი დოკუმენტები იმეჯი. ამას რა უნდა დავარქვათ? არ არის საფუძვლიანი რომ ჩვენ ეჭვი გქონდეს რომ ეს დოკუმენტები იქნება გვიანერი სხვით? ტელეკომპანია იმედის არც ერთ ჟურნალისტს არ ქონდა სურვილი შევარდნილიყო სადმე და რაიმე გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. მსგავსი განცხადებები და მსგავსი დირექტივები არც მანამდე ყოფილა, სანამ პატარკაშვილი ითვლებოდა ტელეკომპანია იმედის მმართველად და არც შემდეგ, რაც მან დატოვა და გადასცა თავისი საკონტროლო პაკეტი ნიუს კორპორაციის ხელმძღვანელობას. დღეს მეც მირეკავდა სოფო, სამწუხაროდ ვერ მიუწარი, ვერ უპასუხე, სხვა ჩვენს თანამშრომლებს ურეკავდა და იმათაც როგორც გავიგე მე არ უპასუხია და ნუ ეკასთან შედგა ეს საუბარი. მე უბრალოდ არ მინდა ვიფიქრო ყველაზე ცუდზე, არ მინდა ვიფიქრო
ცუდზე, იმიტომ რომ ამის საფუძველი რა თქმა უნდა მაქვს, საფუძველია თვითონ 7 ნოემბრის დღე, როცა 6 იანვარს სოფო ჭაავამ ჩაალაგა თქვა თავის ბარგი და 6 საათზე ხო მოდი 7-ში ჩაალაგა და გავიდა შენობიდან, როგორც მე გავიგე იგი გაუფრთხილებიათ იმ შემოჭრაზე, რომელიც დაგეგმილი, რომელიც განხორციელდა მე 9:15 წუთი აკლდა და მე უბრალოდ იმის მერე სიმართლე გითხრა, ცოტათი ნაწყენი ვიყავი ადამიანურად, იმიტომ რომ ისე წავიდა რომ არც მე ვნახა, არც გიორგი ნახა, ჩვენ არ გვითხრა, არ გაგვაფრთხილა და ნუ აქედან გამომდინარე ცოტა ნაწყენი ვიყავი და არც მქონა იმის მერე მასაც არ დაურეკია, მეც აღარ დამირეკია. მართლა შოკში ვარ იმის გამო, რაც მოხდა, იმიტომ რომ მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ოდესმე გამოყენებული იქნებოდა აი ამ მიზეზით. თუმცა მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ გასულ კვირას ჩვენ ჟურნალისტებს ქონდა შეხვედრა მათიას იორშთან, ქონდა შეხვედრა ელჩის ატაშესთან და სწორედ მაშინ გამოვთქვით ჩვენ ამის საშიშროება. მე მახსოვს, როდესაც ამერიკის ელჩის ატაშეს უთხარით, რომ არ არის გამორიცხული იმის გამო, რომ გაჭიანურდეს იმედის აღდგენა, იმედის მაუწყებლობის აღდგენა, დაიწყოს ნებისმიერ ჩვენთაგანზე ზეწოლა და აი ეს თუნდაც ესეთი სახით და ძალიან მთხოვეთ მაშინ, რომ ბოლომდე მიყვნან ყველაფერს, ყურადღება მიაქციონ. ყველამ გამოთქვა თავისი ვარაუდი და ეს ჩანს სატელეფონო ჩანაწერში, როცა მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ორ შაბათს დაიძაბოს სიტუაცია და გარწმუნებთ, რომ არანაირი შეხება არც ოპოზიციასთან და არც მთავრობასთან არ მაქვს, რომ მსგავსი ინფორმაცია მქონოდა. ეს იყო ჩემი ვარაუდი. ისეთივე, როგორი ვარაუდის იყო ალბათ გიორგი თარგამაძის, რომელიც ფიქრობდა, რომ უფრო ალბათ სამშაბათს შეიძლება დაძაბულიყო სიტუაცია. გარდა ამისა, მე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ არასოდეს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რაც მე ვმუშაობ ტელეკომპანია იმედში, რომ რომელიმე ადამიანს იქნებოდა ეს გიორგი თარგამაძე თუ ნებისმიერი ჩემი სხვა კოლეგა, თუნდაც მინიშნებით ჩემთვის მieნიშნებოდნოს, რომ ჩვენ რაღაც პოზიციას ვიცავთ, ან მონაწილეობთ ამ პოლიტიკურ პროცესებში, ან ვალდებული ვართ რაღაც გავაკეთოთ. არც ერთხელ არ ყოფილა ესეთი რაღაც. ამიტომ მე მგონია, რომ ჩემი იარაღად გამოყენება ჩემივე კოლეგების წინააღმდეგ არის პირველ რიგში ჩემი მიამიტობის ბრალი, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ მე მართლა სიტყვები არ მაქვს, ვერ ავხსნი ამას.